ესე ომი არ მოიგება, მით უმეტეს რუსეთთან. აქეთ ბატონო დაბადებული გმას 2 წუთს რეკლამაზე გავიდე და მთავარი მინდა კითხოთ. რეკლამა ჩვენს ეთერში. ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი გიორგი თავდგიძე, სადარიგის პოლკოვნიკი, ყოფილი გესტაპოს აკადემიის ხელმძღვანელი და ჩვენ საუბრობთ ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა საიდუმლო დასკვნაზე. მინდა გითხრათ ბატონ გიორგი, რომ ახლა SMS-ი მოვიდა, ჩემთან იყო შემიძლია, რომ ბოლოს და ბოლოს გითხარით, რომ საახალწლო ომს ხარ დაგვიწყებენ რუსებიო. ჩემს ასლეთვე ამ ბატონს, ვინც ეს SMS-ი გამომიგზავნა, დამეწუნეთ ბატონებო, არ ნახულად ისეთ სამხედრო სტრატეგიულ წარმატებას მიაღწია რუსეთს და აღარ სჭირდება მას ახლა კიდე რაღაც სისულელების გაკეთება, ისეთი კონკრეტული გადაულოცეთ გეოპოლიტიკური ყევა მოყვა, ამას ყველაფერს მე ვფიქრობ, რომ არ მოხდება ომი, თავად რუსული არმიას არ არის ისეთი ძლიერი, რომ მან კიდევ ერთი რაღაც ნაბიჯი მიზანი მიღწეული აქვს, ეხლა მე მგონი ის მიზნის უსწრაფო შედეგების მომყის ფაზაშია და საკმაოდ ისემა და გაამაყებული და გასწორებული არის. მე მინდა გითხრათ თქვენ ბატონო გიორგი და ჩვენს მაყურებლებსაც, ნანალი ჯავახიშვილია ძალიან საინტერესო გადაცემა სამზადებს კვირისათვის, ძალიან გთხოვთ ნახეთ, გერმანელების მიერ გადაღებული ფილმი არის ამ ომზე, ძალიან უნიკალური და საინტერესო ესე ვთქვათ ფაქტებს აწყდებითი გირჩევთ უყუროთ, ასე სხვა შეძაგიანესოდ მინდა საუბრება ქალბატონი ნანა პერევში შესულა და მე მას ვესაუბრე და არ არიანო დავხენილებად იქ რუსების საკმაოდ შეშინებულებით ჩანანო. არ იქნება ომი კრიზებით ამას და აი ამ ომზე იქნება დღეს ჩვენს სტუდია ბარიერში გადაცემა ბატონო გიორგი, ძალიან ბევრი არ ეთანხმება ამ კომისიის დასმას, საინტერესო დისკუსია იქნება კრიზებით და იქაც მოვისმენთ ალბათ შეიძლება რომ მხოლოდ ერთი აზრი დომინირებდეს ქვეყანაში და ალბათ გაირკვევა იმ ბარიერში. ბატონო გიორგი, მოდი ჩვენ მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში და მთავარი კითხვა მინდა დავისვათ და ვედამთავრდა. გისმენთ ეთერში ხარ? გისმენთ? ეთერში ხარ? მოგესალმებით ბატონებო, გილოცავთ ნიკოლოზ ბაბის-ხესასაუს დავარდა ეს არის ბატონო გიორგი, თქვენთან მაქვს რამოდენიმე მოკლე შეკითხვა. რატომ მოიხსენიება აგვისტოს მოვლენები, ასეთი სათაურით აგვისტოს მოვლენები, თუმცა კონკრეტული სახელი არაა? მადლობა, საინტერესო შეკითხვაა, მადლობა. მადლობა, მაპატიეს ძალიან ცოტა დაგვრჩება, ხო, ბარიერი კვანდება. ომს რატო არ ვეძახით, თორს ამბობს ეს თავდა. იმიტომ რომ ახაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან ადგილი, როდესაც უმაღლესმა მთავარსარდალმა დაესწრო შერეგებული ძალების გამოყენება, მან აკითხა პარლამენტს, არ ჩააყენა საქმის კურსში, მან არ ახსნა რისთვის გამოიყენა შერეგებული ძალები, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მცდელობა გადაიზარდა რუსეთის ექსპანსიაში, ამის შემდეგ მან ომი არ გამოუცხადა რუსეთს და დაუყოვნებლივ გამოაცხადა კაპიტულაცია. Azt mondom, ami sem nem dokumentus, არა, არ ვიცნობთ ამ დოკუმენტს, უბრალოდ ჩვენ ვიცნობთ ინფორმაცია ვიცით ის რაც პრესაში გაჟღერდა, რომელიც დაადასტურა ჩვენმა ხელისუფლებამ, ყოველ შემთხვევაში არ უარყო, მაგრამ ეს დოკუმენტი არ არის გამოძიებული თუ რას ითვალისწინებდა. ყოველ შემთხვევაში რაც პრესაში მათ კომენტარი გააკეთეს, ეს იყო უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და შერაგებული ძალების გამოყვანა მოქმედების რაიონიდან. ანუ რაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, არ გამოცხადებული ომი, როდესაც ადგილი აქვს, როდესაც ომს არ უცხადებს ოკუპანტს, ანუ მეზობელ ქვეყანას, რომელიც შენ ტერიტორიაზე შემოიჭრა, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მინიმუმ კონსტიტუციის დარღვევაა საქართველოს, ისე როგორც ნებისმიერ სუვერენულ უფლებას აქვს, სუვერენულ საქართველოს აქვს უფლება აწარმოოს თავდაცვითი ომი. ანუ ჩვენ სრული უფლება გვქონდა ბოლომდე, ბოლო წლიამდე, ბოლო ჯარისკაცამდე გვებრძოლა და ჩვენი სუვერენიტეტი დაგვეცვა. სამწუხაროდ ერთი გადაწყვეტილებით, ანუ კაპიტულაციის ერთი აქტით, ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს როგორც სახელმწიფოს არ მისცა საშუალება ეტარმოებინა სუვერენული თავდაცვითი ომი. სამწუხაროდ ეს არის რეალობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, აგვისტოს მოვლენების დაერთვას ომის სახელი საკმაოდ ძნელია, ამ შემთხვევაში მაშინ რატო არ გამოცხადდა ეს ყველაფერი, ანუ ეს არის იურიდიული აქტი ომის გამოცხადება.
ხოლო რაც შეეხება ჩვენ თავისუფალ მიმოხილველებს, ესე რომ ვთქვათ, როგორც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც ოფიციალური ხელისუფლება იყენებს. არ შეიძლება ჩვენ ომზე ვისაუბროთ, ხოლო ხელისუფლება ამ ყველაფერს, ანუ ოფიციოზი ამ ყველაფერს აგვისტოს მოვლენებს უძახის. ანუ ეს უბრალოდ ტერმინოლოგიური განხორციელება რომ ხდეს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს ალბათ ჩვენი მაყურებელი სწორად მიხვდა პრობლემის ერთ-ერთ არს, რომ ამ ყველაფერს კი აგვისტოს მოვლენები და არქია რუსეთ საქართველოს ომი. კარგი ბატონ გიორგი, ერთი დეტალი მინდა გითხრათ, არ ვიცი ეს რამდენად მართალი არის და რამდენად რეალურია, შეიძლება უკვე ლეგენდების ზღვარზე იყოს ქართული ცნობიერება ამ ომთან დაკავშირებით, რომელიღაც სარდალი გადაყრია თურმე ჯგუფს ქართველი ჯარისკაცებისა, რიგითები იყო ხასუსვამ, რიგითი ჯარისკაცები მოდიოდნენ გაბრაზებულები, ეს სარდალი მისულა და რატომ სწორედ პოზიციებს რომ ფრონტი იქეთკენ არის. ერთ-ერთ ჯარისკაცს მიუწია ავტომატი და გაგვიძრეხი და მოპყრობი. საინტერესოა ეს, აი ესეთი განწყობა არ ყავდა არმიას, ოფიცრობა არ ყავდა ჯარს, წინამძღოლი, ამიტომაც მოდიოდნენ ესე მასობრივად ეს საყოველთაოდ ცნობილი ერთ-ერთი ბრიგადა საერთოდ დაიკარგა იმ ომის დროს. ვერ იპოვეს ვერცად ბრიგადა. ანუ ლეგენდები იცის აგებულმა ომმა და ეს ლეგენდა ასახავს არს ამ ომში ჯარისკაცების განწყობის. ანუ მათ მართლაც ჰქონდათ ესეთი განწყობა, რომ ისინი მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ოფიცერი, ბევრი ოფიცერი ვაჟკაცურად ბრძოლის ველზე აგრძელებდა თავის მოვალეობის შესრულებას და თავის შესრულებას ხასორზე ჰქონდა შეგდებული, მიუხედავად ამისა მათ დაინახეს, რომ უმაღლესი რანგის ოფიცრებმა ასახელმძღვანელობამ ისინი მიატოვეს. ანუ მიატოვეს ეს რაც ნიშნავს, არ არის სავალდებულო, რომ გენერალური შტაბის უფროსი იყოს ფრონტის ხაზზე, მაგრამ გენერალური შტაბის უფროსი უნდა იყოს თავის შტაბში და მუდმივად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ნებისმიერ დროს ჯარისკაცი უნდა ცნობდეს, რომ მის ზურგს უკან არიან ადამიანები, რომლებიც გეგმავენ და ამ გეგმის განსახორციელებლად ყველაფერს აკეთებენ. და არა ისე, რომ ვიღაცები უკვე ჩემოდან თავაგებენ, ვიღაცები უკვე ოჯახებში რეკავენ და ეუბნებიან გაიქეცით რაღაც საკარგად ვერ გვაქვს საქმე. სამწუხაროდ აი ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი ოფიცრის განათლების სისტემა შექმნილი. სამი ეტაპისგან შედგება უცხოეთში. ეს არის თავდაპირველი მომზადება, ეს არის შტაბის ოფიცრის მომზადება, ეს არის გენერალური შტაბის ოფიცრის მომზადება, ჩვენ არც ერთი კურსი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ 7-თვიანი კურსები, რომელიც მე მგონი 7-თვიანია, რომელსაც ალისაც კი, რომელსაც საკმაოდ უჭირდა პირველი გამანადგურებელი დაწვის შემდეგ, მასაც კი არ გაურისკავს ესეთი ტიპის ოფიცრების მომზადება. ანუ თუ ოფიცრის მომზადება იყო საბოლოო, ანუ სრული მომზადება, ხოლო თუ იქ ბრძოლის ველზე ვინმე საწინაურებდნენ, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი და არა ის, რომ ეს აღქნებული ცხოვრების იყო დამოწმებული. კარგი ბატონ გიორგი, მადლობა მინდა გითხრათ, რომ შეგვახსენეთ, რომ აი ესეთი დასკვნები არსებობს, შეგვახსენეთ, რომ შუალედურ დასკვნებს ინუშიეს არ იგდებდა ჩვენი ხელისუფლება და იმიტომაც მივიღეთ ესე უჯარო უსარგლო არმია დადიოდა აქეთ იქ და იქ დაიკარგა მთელი ბრიგადა. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და დარწმუნებული ვარ ეს თემა გაგრძელდება დღეს სტუდია ბარიერში ძალიან საინტერესო და დინამიური იქნება კვირდებით, იმიტომ რომ ბევრი არ ეთანხმება ამ დასკვნას, რაც დაადო დავით აიერის კანტორამ და შევხედოთ რა იქნება და როგორ იქნება. დიდი მადლობა. მოკლე საინფორმაციო ყოდაში შედგომ ჩვენთან 22:15-ზე ბარიერში მე ვფიქრობ, საერთოდ დებატები გაიმართება ამ თემის გარშემო. მადლობა, კარგად გასაგებად.